აი პირველი არეული ბაროები. დიახ. მაშინ გამიგე. სამი შვილი მყავს. ორი ბიჭი და ერთი სკოლა. ვაკ სოციალური 78 ლარი სამი. მე ჩემს და პატარა შვილიშვილს. წითელი ჯვარი ეხლა იმას გვაძლევს ფულს. ჩაუბრიცხავს და მინდა საქონელი რობოტები და მაცივე. იმე წელი ძროხანდა. ძროხას რობოტები მოუწველი იმას მაწონს ტყეებს გავტები და აწვიმს როგორ ეგრე ზემოდან წვევს ყველა. ელი არა აქვს, ხანჯარა არა აქვს და არავითარი ისა თანხა არ შედის ამაზე όλα გაგერემონტად. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა ეხება უსწავლო დაკარგულ პირებს და მათი ოჯახებისთვის სახმარების გაწევას. ჩვენი ორგანიზაცია ამ შემთხვევაში ეხმარება საქართველოს ხელისუფლებას, რომ მან შეასრულოს თავისი ვალდებულება და უსწავლო დაკარგულთა ოჯახებს მიაწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ სად იმყოფებიან უსწავლოდ დაკარგული პირები და რა ბედი ეწიათ მათ. ჩვენი ორგანიზაცია ეხმარება როგორც ფსიქოსოციალურად, ასევე ეკონომიკურად. ფსიქოსოციალურ დახმარებას ახორციელებს ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად და სამეგრელოს რეგიონში კერძოდ ეს ხდება ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ორგანიზაციის ქსენონის მეშვეობით, ხოლო ეკონომიკურ დახმარებას უშუალოდ ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს და ის ითვალისწინებს ასეთი ოჯახებისთვის მცირე ბიზნესის წამოსაწყებად გრანტის სახით ფულადი დახმარების მიღებას 1700 ლარის ოდენობით. მაიას ოჯახი სწორედ არის ერთ-ერთი იმ ოჯახთაგანი, რომელსაც ეკონომიკურად ეხმარება ჩვენი ორგანიზაცია. მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მაიას ოჯახს სჭირდებოდა ეკონომიკური დახმარება. მას შესთავაზეს მცირე ბიზნესის წამოსაწყებად ფულადი თანხა და მაიამ დაწერა ბიზნეს გეგმა. მას ჩაუტარდა ამავე დროს ტრენინგები ბიზნესის მართვასა და უნარ-ჩვევებზე. მან დაწერა ძროხის პროექტი. მაიას გაუხსნეს საბანკო ანგარიში, გადაურიცხეს უკვე პირველი ნახევარი, სადაც მან უნდა შეიძინოს ძროხა, ხოლო მას შემდეგ რაც ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლები შეამოწმებენ პროექტის ვითარებას, თუ რამდენად გეგმიურად და რამდენად მიზანმიმართულად ხორციელდება და ვითარდება პროექტი, მაიას გადაურიცხავენ მეორე ნახევარს.